მეგობრებო, აი ასეთ პატივს მცემენ, ჩამოვედით, ცოტა პერანგი დაიჭმუჭნა, რა თქმა უნდა. რუგზაკში მედო, ზუგ ჩანტაში, ილაპარაკე ქართულად, დავქვევითუნა მივაწერო. ხო და აი ესე ადამიანმა ჯერ ჩემი სიმღერა იმღერა, ახლა ესე მიუთავებს, ცხოვრება ესეთია, მაგრამ მადლობის მეტი რამე თქმის. ესეთი სილამაზეებია, მეგობრებო. სასტუმრო, საოჯახო ტიპის სასტუმრო არის, სადაც დამაბინა ჩემმა მეგობრებმა. ძალიან ლამაზი სასტუმრო არის, სახელად პოლიგლოტი. და ძალიან ლამაზად და კარგად არის მოწყობილი, სხვათა შორის. ეზოც მშვენივრად, ლამაზად. აი აქ მოისვენებ, ამახში წამოწვევი. საქართველოს დროშაც რა თქმა უნდა ადგილზეა. ეხლა განახებთ ჩემს ნომერს. აქაცა ესე მშვენივრად ჯოკერი რომ მოგინდეს, 4 კაცი დაჯდება, აქაც ჩამოჯდები და ისვენებ მშვენივრად. აქაც ესე რა თქმა უნდა ვიყავი შემოსული და ჩემი ნივთები დევს აქ უკვე. აი ესე. ხო, ეს რა თქმა უნდა მე ვარ სარკეში, ეს ლამაზი დათუნიები, საძინებელი, ლამაზად, კარგად. აქეთ აბაზანა. და ვიცი, მე კმაყოფილი ვარ. ჯერჯერობით ეხა დავბინავდი, დღეს საღამოს აქ უნდა დავრჩე. იქნება ლამაზი საღამო და ხვალედილიდან დღეს იქნება კიდე ბანკეტი ამბავი, ყველაფერსაც განახებთ და ასევე ხვალედილიდან იქნება კიდე გასეირნება თელავში და ვნახავთ საინტერესო ადგილებს. არ დაგავიწყოთ, გამოიწერეთ არხი, დაალაიქეთ ვიდეო და დააკომენტარეთ აუცილებლად. პოეზია როგორც ასეთი უკვე მესამე ვლოგი არის ამ სახელით. მოკლედ ახლა ვიმყოფებით ჩვენ ქალაქ თელავში, ნადიკვარზე, ანუ ეს ჩვენი თელავის სავიზიტო ბარათია, ნადიკვარი, აქედან მზის ამოსვლა ძალიან ლამაზი საყურებელია და მოკლედ დღეს ვიმყოფებით კონცერტზე ვიმყოფებით, სადაც უნდა ვიმღეროთ და გამოყვებით დანარჩენს ნელ-ნელა შეიტყობთ ჩვენგან. სუდარბი ხარშო. და უღრმესი მადლობა გადავუხადოთ ქალაქ თელავის მუნიციპალიტეტის მერიას თანადგომისა და გულისხმიერებისთვის. სამაში შეგვიძლია ტაში ამაყობო. გეტყვი მე შენი პანხა. გეტყვი ჩემთვის მინახა. გეტყვი შენზე დაცვერავის ვერ ნახა. გეტყვი მე შენი პანხა. გეტყვი ჩემთვის მინახა. შენზე დაცვერავის ვერ ნახა. წერილი შენი აგვიანებს მეც მოლოდინით
და მაგრამ აი ახლა ვარსკვლავები აქვს სამწუხაროდ. მოგესალმებით საღამო მშვიდობის ყველას. მივესალმებით ამ წრეს საზოგადოებას, მივესალმებით ჩემს მეგობრებს, ყოფილ მაესტროელებს, ნინოს ზაალიშვილს, რომელიც ძალიან დიდი ხანია არ მინახავს. ალბათ გავიდა რა ვიცი ნახევარი ცხოვრება და ძალიან მიხარია რომ აქ ახარ. მერი დავითაშვილს, რომელიც დაუღალავად გვედგა ყოველთვის გვერდზე, ორკესტრში უკრავდა მერი, მღეროდა. მოკლედ ყველას თქვენი სახე, ვინც აქ ახართ, ვინც არ არიან კიდე ყველა იმ ჩემ მეგობარს მივესალმები აქედან და მოხარული ვარ პირველ რიგში იმისი რომ მაესტროს ვხედავ აქ და ჩამოვიდნენ. ნუ მეკითხარით ზოგი იტალიაშია, ზოგი ავსტრიაშია. ვახტანგი შეასრულებს E voglio bene, me mijuars. Neapolitano di romanzi. Cidancello sta compagna vostra, Cagio perduto sono in fantasia. ჩემო ძვირფასებო, დღეს თელავის კულტურის პარკის ნადიგვარზე იყო ნადიგვრის ამფითეატრში სტუდია მაესტროს 40 წლის იუბილე და ჩემი როგორც ხელმძღვანელის ბადრი დავითაშვილის 65 წლის იუბილე. ნუ მე მგონი ძალიან ლამაზი საღამო იყო. მე ვერ ვიტყვი ამას, მაგრამ ხალხმა ეს აღნიშნა, ძალიან კმაყოფილები დარჩნენ და დიდი მადლობა ყველა დამსწრეს. დიდი მადლობა ჩემ თორნიკე ტატიშვილს, რომ დღეს ჩვენ გვერდით არის. გოცნით ყველას მიყვარხართ და ჩვენი ეს ღონისძიებები გაგრძელდება თელავის თეატრში და სხვადასხვა კულტურის ცენტრებში. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. დღეს იყო შესანიშნავი დღე, იმიტომ რომ ჩვენი მაესტრო ბადრის დავითაშვილის შემოქმედების საღამო იყო და მისი გაზრდილები, მისი ახლანდელები და ძველგაზრდილები ყველანი წარდგნენ და ყველამ თავისი სიტყვა თქვა. ეს იყო ძალიან დიდი ზეიმი თელავში დღეს და მე მიხარია რომ ესეთი ჩვენი მეგობარი, ჩვენი ბადრი ესეთი კარგი საღამოს ხელმძღვანელობა გაწია და კარგი საღამო გამოვიდა. მე მინდა მიულოცო მაესტროს დღევანდელი დღე, მეგრძელობა უსურვა, ჯანმრთელობა უსურვა, სიკეთე და სიყვარული არ გამოუვლიოს ღმერთმა. აიხარეთ. მოგესალმებით, ჟანა ხანჯალიაშვილი. დღეს იყო არაჩვეულებრივი დღე, არაჩვეულებრივი საღამო ბატონი ბადრი დავითაშვილის, მაესტროსი, მისი საუკეთესო მოსწავლეების და ძალიან კმაყოფილები დავრჩით ყველანი. დამსწრეს საზოგადოება, დიდი მადლობა ამ დღისთვის ბატონ ბადრის. მოგესალმებით, ესე იგი დღეს ჩვენთან თელავში სტუდია მაესტროს ღონისძიება იყო 40 წლის იუბილე და როგორც ახალმა თაობამ, ასევე ძველმა თაობამ შევასრულეთ არაერთი სიმღერა და იყო ძალიან
სასიამოვნო საღამო, ასევე იყო სურპრიზი. ჩვენთან ერთად იმყოფებოდა თორნიკე ტატიშვილი და მასთან ერთად შემასრულე მისი საავტორო სიმღერა და ძალიან ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ წილად ხვდა ეს ბედნიერება, რომ შემესრულებინა მისთვის და ჩემთვის ძალიან საყვარელი სიმღერა გეტყვი მიყვარხარ. და ასე ძალიან სასიამოვნო ჩაიარა დღევანდელმა საღამომ. გამარჯობა, მოგესალმებით. ეს უკვე ნამდვილად კარგი დღე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხანია რაც მე არ ყოფილვარ სცენაზე, უკვე 25 წელია, მაგრამ ჩემს მეგობრებთან ერთად ძალიან კარგი საღამო გამოგვივიდა. და მე, რავი, დღევანდელი საღამოთი მართლა ნასიამოვნებელი ვარ და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც დღევანდელ საღამოში მიიღო მონაწილეობა. და მადლობა ყველას. დღეს იყო ძალიან სასწაული დღე, გაცოცხლება ჩვენი ბავშვობის, რადგანაც ბატონ ბადრი დავითაშვილთან ჩვენს თქმილ მაესტროსთან ასე ვეთყოდი 90-იან წლებში ჩვენ ქონდა ძალიან კარგი გაკვეთილები, ძალიან კარგი მუსიკები, ძალიან კარგი შემართება იმ პერიოდისთვის. ახლა ამ გადასახედიდან რო ვიხსენებ, აი ძალიან გული სიხარულით მევსება და სიამაღით მევსება. და დღეს იყო, როგორც აღნიშნე, გახსენება იმ ლამაზი დღეებისა და ასე ვიტყოდი იმ სიკეთისა, იმ სიყვარულისა, რაც მაესტრომ გვაჩუქა ჩვენ ბავშვობაში და ეხლა ჩვენ დაუბრუნეთ, რაც შეგვეძლო მონაწილეებს და ვუსურვებ მაესტროს დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, ბატონ ბადრი დავითაშვილს. მადლობა თქვენ თორნიკე, რომ ასე გულიანად დაგვიდეგეთ ხარში და მადლობა ყველა მონაწილეს, ჩემ დაძმებს, ასე ვიტყოდი, რადგანაც ერთად გაზრდილები ვართ და ესე გვიყვარს ერთმანეთი და გადავსავცეთ ერთმანეთს. წარმატებები ყველას დიდი სიყვარულით. მოგესალმებით. დღეს გქონდა ძალიან სასწაული დღე. ახალი და ძველი თაობა ერთად შევიკრიფეთ და ჩვენი მაესტროს ბადრი დავითაშვილის საღამო გავალამაზეთ ერთად ყველამ. ვისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს მაესტროს და ჩვენს მუნიციპალიტეტს, ვინც გვერდში დაუდგა. ყველას მინდა რომ ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. და ყველას მინდა თითოეულ მონაწილეს გადავუხადო დიდი მადლობა და მომძანებულს უმრავლესობას რა თქმა უნდა. დღევანდელმა კონცერტმა გადასარევად ჩაიარა. მადლობა დღევანდელი დღისთვის და მადლობა სტუდია მაესტროს. მოგეთ მეგობრებო, მე დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა მეგობარმა ლუიზამ ჩამომიყვანა მაესტროს კონცერტზე თელავში, დამპატიჟეს ვიმღერეთ დუეტში, არ ველოდებოდი გეტყვი მე შემიყვარხარ დუეტში ვიმღერეთ. ძალიან მოულოდნელი იყო ჩემთვის და ძალიან სასიამოვნო სურპრიზი იყო. ასევე ზურაბ ჩიჩაძის სიმღერა ვიმღერეთ დღეს და წერილი შენი აგვიანებს და ხვალ ასევე მოვივლით კიდევ თელავს, ღირსშესანიშნაობებს ნახავთ, გადავიღებთ და მე მგონი რომ ლამაზ და კარგ ბლოგს შემოგთავაზებთ ფილმში. მე ძალიან ბედნიერი ვარ. დღევანდელ დღეს შედგა ძალიან კარგი საღამო თელავში, ნადიკვრის პარკში, სცენაზე, სადაც ჩემი გატარებული ბავშვობის მეგობრები შევხვდით ერთმანეთს და ჩატარდა და არაჩვეულებრივი კონცერტი, სადაც მე ვიღე მონაწილეობა ჩვენი ბატონი მაესტროს საიუბილეო წელია წელს და იქ მის გარშემო მოკლედ თუ კი ვინმე ბავშვი თელავში გაზრდილა და ვინმეს უმღერია, ყველა თითქმის ვინც მიიღო მონაწილეობა დღევანდელ დღეს და შესანიშნავი საღამო იყო ჩვენი და აი თალად შემთხვევით ძალიან ესე ექსპრომტად გამოჩნდა ჩვენი მეგობარი თორნიკე, რომელმაც არაჩვეულებრივი სიმღერა შეგვესრულა და შესანიშნავად დაამშვენა ჩვენი საღამო დღევანდელ დღეს და მადლობა ამისთვის მას და კიდევ ყველა იმ ჩემ მეგობარს, ვინც დღევანდელ დღეს მიიღო მონაწილეობა ამ ღონისძიებაში. მადლობა კიდევ ერთხელ. მოგეთ ჩვენ მაესტრომ გააკეთეთ ლამაზი საღამო, რა თქმა უნდა თელავის მერის მხარდაჭერით, როგორც ვიცი. და ძალიან სასიამოვნო იყო იმ გაგებით, რომ ძალიან ბევრი კოლეგა ვნახე, ძალიან ბევრი მომღერალი ვნახე და ძალიან თბილი საღამო იყო, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ციოდა ნადიკვრის პარკში, ძალიან ცნობილი პარკია ნადიკვარი და ძალიან მომეწონა ესეთი თბილი დახვედრა, თბილი შეხვედრა, რა თქმა უნდა ყველა მომღერალმა ჩვენი სიმღერა ვიმღერეთ და მადლობელი ვარ, რომ მომიწვიეს და ესეთი ლამაზი საღამო შედგა შენთან ერთად, შემოძმაო და აი ამ სტუმრებთან ერთად, რომლებიც დღეს აქ არიან ჩვენთან ერთად. მომავალში გეგმავთ, რომ აი ეს
საზოგადოება ეს მომღერლები ეტაპობრივად თბილისში ესეთი კარაოკე არის ყველა მეცით კარაოკე სიელო, სადაც შეგვიძლია ყველა მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა დროს საღამოები გავმართოთ თითოეული მომღერლის და ძალიან ლამაზი საღამოები შეიძლება გაკეთდეს აი ამ ჩვენი მომღერლების თანამონაწილეობით. გამარჯობა მეგობრებო, დღეს მიმდინარეობს დღევანდელი საღამო, ანუ დღეს არის მაესტროს იუბილე და იმის ბავშვთა სტუდიის 40 წელი. ანუ დღეს იყო კონცერტი და ყველა ვიყავით ძალიან მხიარული და ძალიან ბედნიერი. ხო და მინდა ვთქვა, რომ ეს საღამო არის ყველაზე დასამახსოვრებელი, უბრალოდ 9 წელი ბოლო იქ რუსეთში ვიცხოვრე და ცოტათი ქართული მიჭირს. ხო და მინდა გისურვოთ თქვენს ეგეთი საღამოები, ეგეთი დღეები და ეგეთი დროსტარება რა. და შო. მეორე განყოფილება იწყება ეხლა მეგობრებო, მიდის მზადება. მე მინდა კიდევ ერთხელ მიულოცო ჩემს ბადრის ეს საღამო, მიულოცო და სულ ამის შემდეგ უფრო კარგი და კარგი საღამოები გაიგეთებინა ჩემო კარგი. გენაცვალე. ეხლა კი ტრადიციულად მე მინდა რომ როგორც ქართულ სუფრას შეეფერება, როგორც ჩვენ შევეფერება. ვახსენებთ უფალი. მიკროფონი არ მიყავს. აი, ნახევარსავე არა. გამორთე. არა, თვითონ. ვანო გოუს. აი, ბასილაშვილი, აბა, ბრადველი. გიხაროდე. ჩანაგურო ჩემო ჩანაგურო სიმღერას, მუსიკას და აი ამ სიყვარულში და აი ამ სიხარულში ვყავდე ჯანმრთელი და ბედნიერი. შენ 65 წელი სევიჩი ტოლები ვარ. სევიჩი რა ტოლები გატო შენ დიდი ვარ 6 წელი. არ უნდა თქვა, ტოლები ვარ. ტოლები ვარ, მაგრამ 50 წლის მერე ყველა ტოლები ვარ. რაცვალე, აი ხარ, გიძეგზელე ყველა შინაოს, ვიც შენი ეს ზეიმი გაიწია. ყველა აი აქ ყობს ყველა ჩვენო თბილის ქალაქო შემაგამასვიდანა შენი ხარეო გონდა მესუღარა მინდა ჩვენო თბილის ქალაქო შემაგამასვიდანა შენი ხარეო გონდა მესუღარა მინდა დაიწყეთ შუქი არ მინდა. ვიტომ 90-იანებია, ბნელი და ტკბილი 90. პირველი ტორტი. ტორტი სტუდიაში. ეს არის
Bravo! 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 სივიტომ სიცოცხლე დამჭა. ეხლა მეორე ტორტი სტუდია მაესტროსი. მეორე ტორტი. ყველა სტუდია მაესტროს წევრები ახლობენ ამას. Tbilisi. მეგობრებო, გათენდა საით ვიყურები და სწორად ვიყურები. გათენდა მეორე დილა და სადა ვართ ახლა, ხალხო? სადა ვართ? აფსაიდში. აფსაიდში, ზოგადად აფსაიდში ფეხბურთიდან ვიცით არ არის სასიამოვნო თემა, მაგრამ აქ ძალიან სასიამოვნო თემა არის ახლა კამერას მივატრიალებ, დაგათვალიერებ, ძალიან კარგი სიტუაცია. ალხანა ჩალხანა არ გამოელევოთ, რო? ალხანა. სადაც ვერთო კარგ ლუქს. ხო, მაგას უშ შემოვატრიალებ შენს თქოს თქვია. ხო, სანამ დაგათვალიერებ თაკაურობას გეტყვით, რომ ძალიან უაღრესად ძალიან სასიამოვნო საღამო ჩატარდა გუშინ და მაესტრო მაგარი კაცი აღმოჩნდა პირადად არ ვიცოდი და ერთგვარი პატარა რეზუმე და შეჯამები რო გავაკეთოთ ძალიან ბედნიერი ვარო გუშინ დღეს მე აქ ვიყავი და ესეთ კაი ხალხს ჩავეხუტე და ეხლა სიტყვა გადაეცემა ვიზას. ესე იგი მოგესალმებით მეგობრებო. გუშინდელი დღე რომ შევაჯამოთ ეს იყო უაღრესად სასიამოვნო საღამო. უამრავი მართლა პროფესიონალი და დამსახურებული მომღერალი, მუსიკოსი. მე პირადად გავიცანი ძალიან ბევრი ადამიანი, რომლებთანაც ალბათ ვერც კი ვიფიქრებდი ოდესმე რომ მათ გავიცნობდი და ეს ფაქტი არის ჩემთვის ძალიან სასიამოვნო და გუშინდელი ემოციები არ ვიცი ალბათ მთელი ცხოვრების მანძილზე გამყვება და მოკლედ მე მგონი მაესტროს უნდა ვუთხრათ რომ ძალიან ხშირად გააკეთოს ხოლმე ასეთი საღამოები. კი და მადლობა ლუიზას რომ მომიწვია გუშინ, რომ მართლა ბედნიერი დღე იყო ჩემთვის. ოღონდ მართლა. ასევე ძალიან ასიამოვნები ვართ თორნიკე, შენი მასპინძლობით და ლუდის რესტორანი ალხანა. აჰა, всё. ასწორებ თქვი ალხანა ჩალხანა გამოელევ. მადლობა თქვენ. ასე რომ მოკლედ რა ვიცი. კეიპს ვიწყებდილი და ვიქირავებდილი და ესე მააჭახუნე ახლა. აჰა. კახეთში ვარ და ეგრე უნდა ვისაუბრე, მააჭახუნე. ეხა შევატრიალებთ და თელავის დედოფალი უნდა განახოთ. არა მხოლოდ დედოფალი, თელავის ბულბული. ამ ფაქტს აღნიშნვა სჭირდება ნამდვილად. არის მწარე. მოკლედ მოგესალმებით. ამ წუთას ვიმყოფებით და სად ვიმყოფებით და ლუდის სახლი ალხანაიძე, მე მგონი მაყოფილია ჩვენი ახალი მეგობარი. ძალიან. ღიგლის და ლუდის. ანუ პატარა კომენტარს გავაკეთებ გუშინდელ დღესთან დაკავშირებით, შედგა ფაქტურად ძალიან კარგი ღონისძიება, კარგი კონცერტი, სადაც მე ვიღეთ მონაწილეობა და რა ვიცი, მაყოფილები ვართ. ჯერ მარტო იმიტომ ვარ მაყოფილი, რომ გაგიცანით, მაწელო. ხო და საწყისი იყოს გუშინდელი დღე ჩვენი მეგობრობის და ძალიან კარგი იყო ესეთი სასიამოვნო კონცერტი, სასიამოვნო ღონისძიება, ძალიან ბევრი დებიუტი იყო, ძალიან ბევრი ახალი დამწყები მომღერალი იყო, იყვნენ გამოცდილი მომღერლებიც და ჩვენობაში სასიამოვნო და კარგი საღამო გამოვიდა, მოკლედ მადლობა ამისთვის ჩემს მაესტროს და კიდევ შევხვდებით ალბათ უახლოეს მომავალში ახალი კონცერტით, ახალი იდეებით. მადლობა. აი, ესეთი ლამაზი ადგილია, მეგობრებო, თელავში, რომელსაც ქვია ალხანა. ლუდი მივირთვი არის ძალიან გემრიელი, ვართ ახლა ხინკლის ლუდინში. არხი გამოიწერეთ. გვართ ეს ხინგალი
ალხანას როგორი ხინკალი აქვს ნახოთ აბა. ეს მარილია? არა, გავარტყი პილპილია. რატო იმალები შეგიძლია შენს გამოჩნდე? მართალია მაინც შემაცნეს და თებით დავიწყე, მაგრამ არა უშავს. შეგერბას. მე ესეთი კაცი ვარ, თულს ვერ მათქივენ ჭამასთან დაკავშირებით. თან ფულიც არ აქვს გადახდილი, რეკლამა არ არის. ინგლისში ჭამაცოდ. მაიცა. აი ხა ძმას რო წამომიღებ შვენი ძმა, მე კიდე მე ნახე. მაგარი გემო. მოგეთ. ორ ჩაკპეჩაზე რაც შემიძლია ვთქვა, კარგია. ეს ქალაქურია, ხო აქაური? კი, ქალაქურია. კაია. აია. მიგოდეს? ახმელიაზე ვარ და აბა, გამომარჯოს, საკოლობას გამომარჯოს. ჩვენ გამომარჯოს. ჩვენ გადაშენს გამომარჯოს. ჩვენ გადაშენს გამომარჯოს, გუშტეს მე და არხი გამოიწევეთ, ჩემი ნერვები არ მომიშალეთ. დავარად. ყველა თავის სახელს და ხარწერას ტოვებს ხოლმე აქ. მე სიმართლე გითხრა დიდად არ მომწონს. აი ესე მეგობრებო, გამოვედით სასეინოთ. დუბლი მეორე, ერეკლე მეორე ზეგლი მოვინახულეთ. ეხლა ვიმყოფებით ერეკლეს სახლ-მუზეუმში შიგნითა მხარეს, ხო? პირველი საჯარო სკოლა. შრავი. ხოლმე მახსოვს რა საძახია. ერთბერდი აღებული იყო საერთოდ აღარ იყო. აი ჩემუგან მეგობრებო ერეკლეს ძეგლი რას იფიქრებდა ერეკლე რო წლების მერე თორნიკე ტატიშვილი ჩამოვიდოდა თელავში მაესტროს კონცერტზე იმღერებდა და მერე მივიდოდა მის ძეგლთან და ესე გამოისეინებდა რა არის ცხოვრება ესე იგი როგორ წარმოიდგენა ეს არის ცნობილი ჭადარი რომელიც იწლის საუკუნე Там поменьше. Кивальма გამოქვაბულია. Нет, это побольше, но Конструкция того, что осталось как бы карась. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ალავერჩი, როგორც ხედავთ, რესტავრაცია მიმდინარეობს. როგორც ვიტყეს ქარბონპანა ყოფილა. დამედის ალტკინთი სამუშაოები.